დღეს ძველ თბილისში მაქვს გასეირნება. რაღაც საქმეებზე ვიყავი და ნახეთ რა სილამაზეა უბრალოდ. სილამაზეა. ძალიან ლამაზია, აი ეს თბილისის ცენტრი და ტურისტული ზონები მართლა ძალიან ლამაზია. ჩვენი ქალაქის სილამაზეს, აი ამ სილამაზეს უნიკალურს ხდის, ესე იგი რელიეფი. რელიეფი იძლევა საუკეთესო ფოტოების გადაღების საშუალებას, საუკეთესო ხედებს. მე მიმაჩნია რომ ვერანაირი პარიზი, ვერანაირი ვერანაირი ევროპის ქალაქი ვერ შეედრება თბილისს რა. მარტო იმიტომ რომ რელიეფი იძლევა საშუალებას ძალიან ლამაზი ფოტოები გამოვიდეს. აი ხა რაღაც ძალიან ლამაზი ფოტოა. ბანერია გამოყრილი. და როდესაც ქალაქები ევროპაში ძირითადად მთლიანად სიბრტყეზეა, ისეთი სილამაზე ვერ არის რა. აი ხა მაგალითად ათენში აკროპოლი რო არის, და აკროპოლიდან შეიძლება გადმოხედო ეს თაგორიანი ვარიანტები, რა თუნდაც პატარა ბორცვები, კლდეები, ეფექტურს ხდის ქალაქს და ტურისტულ ზონებს. და ძალიან ლამაზია. რა თქმა უნდა, ევროპაში არის ცალკეული სხვადასხვა ცალკეული შენობები, რომლებიც უნიკალურია, მაგაზე არ არის საუბარი, ახლა როგორც მთლიანი ქალაქის იერსახეზე ამაზეა საუბარი. დილიდან ტურისტებით ასავსე ქალაქი. ეხლა უბრალოდ ვერ მოვიცალე. ან გამომწერებს მე დავპირდი რომ ველოსიპედით მალე დავიწყებ სიარულს თუ და გადამედო რავი ერთი წელი. უბრალოდ არ მეცალა, რაღაც საქმეები მქონდა. ხოდა აი ერთი მე ალბათ შეხა სუ მე ვიძახ, მაგრამ ალბათ შემოდგომიდან შევეცდები. დავიწყო და მე იქიდან ველოტურების გასვლების დროს ასე ვთქვათ დიდ ვიდეოებს გადავიღებ რა. ნახეთ რა ხედია ხალხო, ძალიან მაგარია. აი ტურისტული თვალით ჩვენ ვერ ვუყურებთ ადგილობრივები და მაგიტომ გვიჭირს ამ სილამაზეს აღქმა, თორე შეხედეთ ხალხო რა სილამაზეა. რა პანორამებს გადაიღებ, ეს საბაგიროებიც კარგია რომ დაემატა, თაწმინდაზეც რომ დაემატა. ამიტომაც მე გადავწყვიტე ძირითადად ვიმოგზავრო საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს საქართველო მოვლილი მაქვს, მაგრამ რაც არ მაქვს მოვლილი აწიმასაც დავამატებ. იმიტომ რომ როდესაც ჩემი აზრით, როდესაც მოგზაურობ საქართველოში, შენ მოგზაურობ მსოფლიოში ავტომატურად. რომ ყველანაირი კლიმატი არის საქართველოში და რელიეფი ყველანაირი ზუსტად. ისე როგორც დანარჩენ